გამარჯობა, მადლობას მოგახსენებთ დროს გამონახვისთვის და სტუდიაში მობრძანებისთვის, ვიცით რომ ძალზე დატვირთული გრაფიკი გყავთ. უპირველეს ყოვლისა გააცანით თავი ფართო საზოგადოებას, საიდან და როგორ მოხვდით საქართველოში და როგორია თქვენი გეგმები. მოგესალმებით, როგორც ჩვენთან ვირუნგაში ამბობენ იორუბა, მე ვარ კაფურიონ ადეკუნლე, შემოკლებით კაფუ. ვარ აფრიკიდან დამსახურებული პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და ვირტუოზი გიტარისტი. საქართველოში ჩამოვფრინდი თუ შეიძლება ეგრე ითქვას. ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით. ესე იგი, პრობლემა იმაში მდგოლარეობს, რომ საქართველოში პირდაპირი ფრენა არ იყო. და ეგეთი რამ შემემთხვა. კაირომდე ძლივს ჩავაღწიე და იქიდან კაირო-ვილნიუსის რეის გამოვყევი. თბილისში ფრენა არ იყო. და როდესაც თბილისს გადაუფრინეთ, შევედი პილოტთან და უთხარი ჯიგარო კაცურად აქ გამიჩერე თქო. ისი ამომხედა ამხელა მაიმუნკაც თითქოს ვიღაც ვიგინდარა ვყოფილიყავი. ისაც კი იკადრა რომ იდი ნახუიო მითხრა. რა ვთქვი სასაცილო. რა თქმა უნდა მე ამას ეგრე არ დავტოვებდი და პილოტის მშობლები მოვიკითხე საკმაოდ მკაცრად. რის გამოც ალიყური ამარტყა დამსახურებულ პედაგოგს და თვითფრინავის უსაფრთხოების თანამშრომელს რაღაც ანიშნა. და იმ ვიგინდარა ახვარმა თანამშრომელმა არცაცია არცაცხელა დავავლო ხელი ქეჩოში და თვითფრინავიდან გადმომაგდო. კიდევ კარგი გზაში ვიღაც ღვთისმიერი კაცი შემხვდა და პარაშუტი მათხოვა და ეგრე რისვაი ვაგლახით ჩამოვფრინდი თბილისში. უკაცრავად ექიმმა გამომიწერა. შეჭამე, ნუ გერიდება. კორექტულობისკენ მოგიწოდებთ ბატონო კაფუ, რას კადრულობთ ბოლოს და ბოლოს დამსახურებულ პედაგოგად გაგვეცანით, რას გავს თქვენი საქციელი? ბოდიში მოგახსენებთ ეს აღარ განმეორდება. ექიმა დამინიშნა ყოველ 1 საათში ბანანი და ემოციებისგან თავის არ შეკავება. არ შეკავება თუ შეკავება? ახლავე დაურეკავ ექიმს და გავარკვევ, რაც თვითფრინავიდან გადმომაგდეს, ცოტა მეხსიერება მღალატობს. გამარჯობა ექიმო. კაფუ ვარ თვითფრინავიდან რომ გადმომაგდეს. ექიმო, თქვენ თუ სწორად მახსოვს, ბანანის ჭამა დამინიშნეთ ყოველს 1 საათში და თავშეუკავებლობა, ხო? შენი კეთილებიც და შენი იბიო მაწ. ბატონო კაფუ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თავი შეიკალოთ უცენზურო გამონათქვამებისგან. ნუ მაიძულებთ თვითფრინავის მსგავსად, სტუდიიდანაც მოგისროლოთ. მომიტევეთ. ტელეფონზე შეურაცხყეს, ეგრე მითხრა, ექიმი არ ვარ, ეს სარუსკიპოაო, შემაგინა და მე რამდენად უნდა დარეკო. კარგი. დაუბრუნდეთ ისევ ინტერვიუს ძირითად თემას, რას აპირებთ უახლოეს მომავალში, რითი აპირებთ რომ დაკავდეთ? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი ვირტუოზი გიტარისტი გახლავართ და შესაბამისად ამ დარგში. რამე კომპოზიციას ხო არ შეგვისრულებდით გიტარაზე? სიამოვნებით შეგისრულებთ. ეს არის მთელი თქვენი ვირტუოზული მონაცემები და ამ რეპერტუარით აპირებთ სოლო კონცერტების გამართვას? ახლა რომ გადაგაფშვნი ამ გიტარას თავზე. მერე დაიწუნე ჩემი ვირტუოზობა, მეტი რაღა უნდა დაუკრა, მაიმუნი ვარ ბოლო-ბოლო. ამოვიდა ყელში თქვენი უზრდელობა, ბატონო კაფუ. ახლავე დაცვას ვთხოვ, რომ კინწის ყვრით გაგაგდონ სტუდიიდან. ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ სტუდიაში, ჩათლახები ესენი.